რვათვე პატიმრობა საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის საქმეზე მამუკა ხაზარაძეს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ზურაბ გირჩი ჯაფარიძეს 7 თვიანი პატიმრობა მიესაჯა. ამასთან 2 წლით აეგზალა საჯარო თანამდებობის დაკავება. ხაზარაძესთან და ზურაბ გირჩი ჯაფარიძესთან ერთად დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან ბადრი ჯაფარიძესაც მუხლი ჯარიმასთან თავისუფლების წაკვეთას 1 წლამდე ვადით ითვალისწინებს. განაჩენამდე ჯაფარიძე აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 20,000 ლარიანი გირაოს გადაუხდელობის გამო იყო დაკავებული. 50,000 ლარიანი გირაო გადაიხადეს რელო ძლერის საქართველოს ლიდერებმა. სამართლებრივად ამ გადაწყვეტილებას არანაირ საფუძველი არ აქვს, არც საერთოდ გამოთქმებელ განაჩენს, მით უმეტეს პატიმრობას, მაშინ როდესაც ითვალისწინებდა სხვა სახის სასჯელსაც, შესაბამისად ჩვენ დაველოდებით განაჩენის დასაბუთებულ ნაწილს და აუცილებლად ის გასაგრძელდება. მამუკა ხაზარაძის ბრალდების საქმეზე პროკურატურამ წარუადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც გონივრულად მიღმა სტანდარტით ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ ამისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას. სასამართლომ შეაფასა აღნიშნული მტკიცებულებები და მივიდა გადაწყვეტილებამდე, რომლის თანახმადაც ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. რაც შეეხება უშუალოდ სასჯელს, ეს უშუალოდ სასამართლოს გადასაწყვეტი საკითხი და სასამართლომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში ჩათვალა, რომ 8 თვე თავისუფლების აღკვეთა იყო ის სასჯელი, რაც კონკრეტულ შემთხვევაში უნდა გამოეყენებინა.